მანამდე პირველ ბლოკს ხსნით სწორედ პატრიოტთა ალიანსის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმით და ამ თემებზე პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით არხანმოურავი გვერდთობა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ დავით და მადლობა პირველ რიგში იმისთვის რომ დრო გამონახეთ და გვერდთობით პირდაპირ ეთერში. ცხადია სხვა თემებზეც მინდა თქვენი პოზიციის და შეფასების მოსმენა, მაგრამ რა თქმა უნდა ვიწყებთ საუბარს იმ ანტიკრიზისული გეგმით, რომელზეც საუბრობს პატრიოტთა ალიანსი. მე გავეცანი კონკრეტულ პუნქტებს, მაგრამ მინდა რომ თქვენ გთხოვოთ ტელემაყურებელს გააცნოთ უფრო დეტალურად რა გეგმა გაქვთ, რომელიც ქვეყანას შექმნილი სიტუაციიდან გამოიყვანს. გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში არის. ახლა ამბობს ხელისუფლება, რომ არ არის თუ არ ამბობს, კრიზისი არის, ეს ჩანს ძალიან მარტივი ციფრებიდან. წელს თვლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაგეგმილი არის 33 მილიარდ 264 მილიონი ლარის მოცულობით. გაცვლითი კურსი არის 2 ლარი და 36 თეთრი. ანუ თვლიანი შიდა პროდუქტი დოლარში უნდა იყოს 14 მილიარდ 95 მილიონი დოლარი. გაცვლითი კურსი რეალურად სულ სხვა არის. დღეს კი არის 8 ლარი და 90-ზე მეტი, მაგრამ საშუალო წლიურად ესეთი არ იყო. ჩვენი ანგარიშით საშუალო წლიური გაცვლითი კურსი არის 2 ლარი და 53 თეთრი. ეს ნიშნავს, რომ თლიანმა შიდა პროდუქტმა წელს შეადგინა 13 მილიარდ 689 მილიარდი დოლარი დაახლოებით და ეს არის 2%-ით ნაკლები, ვიდრე შარშანდელი მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც იყო 13 მილიარდ 993 მილიონი დოლარი. ასე რომ წლევანდელ დაგეგმილ ციფრზე კი არ ვლაპარაკობ, შარშანდელზე ნაკლებია უკვე 2%. უფრო ცუდია მდგომარეობა მომავალ წელთან, იმიტომ რომ მომავალ წელს დაგეგმილია დაახლოებით 36 მილიარდი ლარის მოცულობის, იქ პლუს მინუს თლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ გაცვლითი კურსი ნათქვამია 2 ლარი და 50 თეთრი და ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი კურსი აღარ არსებობს ბუნებაში. თუ ჩვენ ავიღებთ დღევანდელ კურსს 2 ლარსა და 80 თეთრს, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს თლიანი შიდა პროდუქტი იქნება 12 მილიარდ 900 მილიონის ფარგლებში, დოლარში მაქვს ლაპარაკი. და ეს ნიშნავს, რომ ვარდნა საერთოდ 8% იქნება შარშანდელთან შედარებით. კი ბატონო, აი თქვენ ამიტომ ეკონომიკის კრიზისის სახეზეა. ეხლა გეტყვით. თქვენ რა ციფრებით ჩამოთვალეთ ბატონ დავით, საკმაოდ ძიმე სურათი, ანუ კონკრეტული არგუმენტები გაქვთ ამ ციფრებით. აი შექმნილ სიტუაციაში უბრალოდ მინდა გითხრათ, ეხლა გეტყვით, კიდე ერთი პუნქტი დამრჩა სათქმელი. კი ბატონო. უბრალოდ ამას უარყოფენ და ამიტომ ვასახელებ ამ ციფრებს. ახლა მეორე ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ შიდა ვალი და საგარეო ვალი 40%-ს არ გადააჭარბებს თლიანი შიდა პროდუქტი. ჩვენ და გვესმოდეს, რომ 40%-ით ძალიან დიდია, წარმოიდგინეთ, თლიანი შიდა პროდუქტი რა არის, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლის განმავლობაში ქმნის. და ვალი თუ გაქვს ამის ნახევარი, ეს ძალიან ცუდია, ხო? ახლა თქვენს რომ არ იქნება 40%-ზე მეტი. ამ დროს 4 მილიარდ 900 მილიონი არის საგარეო ვალი. მილიარდ 200 მილიონზე მეტია საშინაო ვალი. ანუ 6 მილიარდ 100 მილიონზე მეტია ჯამური ვალი. და ეს უკვე არის 43-44% დაგეგმილისა და რეალურისა იქნება 46-47%. ანუ ვითარება კატასტროფულია და ამ ვალის მომსახურება არის ჩვენი ბიუჯეტის 6.8%. გასაგებია. აი თქვენ ეს არის 284.4 მილიონი დოლარში. კი ბატონო. თქვენი ერთ-ერთი პუნქტიც, როგორც მივხვდი, აქედან გამომდინარეა, იმიტომ რომ საგარეო ვალის მომსახურება უნდა შეჩერდეს, როგორც თქვენ ამბობთ, დროებით, უახლოესი 4-5 წლით, თუ სწორად ვამბობთ, ამიდასტურეთ. ამის გარდა კიდევ გაქვთ სხვა პუნქტები. თუ შეგიძლიათ რომ ჩამოგვითვალოთ ეს პუნქტები, რომელსაც თქვენ თვლით, რომ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან. პირველი პუნქტი თქვენ ახლა პრაგაში რო ჩადიხართ და შედიხართ მაღაზიაში, შეგიძლიათ ევროთი გადაიხადოთ ან კრონით. კრონა, კი ბატონო. ასევე შეგიძლიათ იხმაროთ ეროვნული ვალუტა პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, ახალ ქვეყნებში, რომლებიც შევიდა ეხა ევროკავშირში.
თურქეთში შეგიძლიათ მაღაზიაში დოლარი გამოიყენოთ, ევრო, ლირა. პუნქტი პირველი არის მარტივი. ლართან ერთად ბრუნვაში შემოვიდეს, სრულფასოვან ბრუნვაში შემოვიდეს დოლარი და ევრო, ისე რომ შეიძლებოდეს მაღაზიაშიც ოპერაციის ჩატარება, ხელფასის გაცემაც, საიმპორტო ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც შემდეგ გაყიდვას გულისხმობ, ანუ ყველანაირი ფინანსური ოპერაციების გატარება. ეს ერთი. მეორე, ეს არის ბანკის პროცენტის შემცირება. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ თვითონ ბანკებიც ხშირად ქირაობენ ფულს, ხშირად სესხულობენ მაპატიეთ ფულს და ამ ფულს სესხულობენ საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ წლიური პროცენტი იქ საშუალო არის 2%. ანუ ბანკი სესხულობს ფულს საზღვარგარეთ საშუალო წლიურ 2%-ში და შენ გაძლევს 8, 10, 12, 14, 18 გაუგებარი პროცენტი. უნდა დადგინდეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთობლივი ქმედების შედეგებ რეგულაცია შიდა ბაზარზე დოლარში წლიური პროცენტი დოლარში 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ლარში 8%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისას დიდი რისკია. წლიური პროცენტი დოლარში 8%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წლიური პროცენტი ლარში 16%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი სტაბილიზაციის. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი რამ. იმ სამსახურებში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება, არის მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. პირველი, საშუალო ხელფასი სახელმწიფო სამსახურებში ხარს უსვავს საშუალო ხელფასზეა ლაპარაკი. არის დაახლოებით 50-100 ლარით მეტი, ვიდრე კომერციულ სტრუქტურებში საშუალო ხელფასი. ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანებს აღარ აქვს სურვილი, რომ წავიდნენ კერძო ბიზნესში და შესაბამისად კერძო ბიზნესში შემოქმედებითად იშრომონ და რაღაცა პროდუქცია კონკურენტული შექმნან აღარ აინტერესებთ, ყველა ცდილობს, რომ როგორმე სახელმწიფო სამსახურში მოეწყოს. ეს ერთი. ეს არ ხდება არც ერთ ქვეყანაში და ეს დაუწერელი კანონია, რომ ეს არ შეიძლება. მეორე, სახელმწიფო სამსახურში ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებით 116,000 კაცი იღებს ხელფას. არ ვიცით რამდენი იღებს ირიბად სიპებში, ადგილობრივ ორგანიზაციებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამას უყოველთვის მალავს ხელისუფლება, მაგრამ ექსპერტული შეფასებით ეს 100,000 კაცზე მეტია. ანუ 216,000 კაცზე მეტი პირდაპირ ირიბად იღებს ბიუჯეტიდან ხელფას და საბიუჯეტო სახელფასო ფონდი წლიური არის 2,5 მილიარდ ლარზე მეტი. ხოლო თავისი მივლინებებით, კიდე დამატებითი ხარჯებით დაახლოებით 3,5 მილიარდ ლარს ამ დროს, აი დაუკვირდით, ეს ძალოვან სტრუქტურებს არ ეხება არავითარ შემთხვევაში. 50,000 კაცი სახელმწიფო სტრუქტურების ნაცვლად, რომ ბიზნეს სექტორში გადავიდეს, 50,000 კაცის ხელფასი არის 570 მილიონი ლარი. 570 მილიონ ლარად 50,000 კაცი, ეს არის 12,500 ოჯახი. 12,500 ოჯახს თქვენ რომ მისცეთ საშუალოდ 46,500 ლარი კრედიტი ბიზნესის ნულიდან დასაწყებად, თქვათ 8 წლიანი უპროცენტო თქვენ შექმნით უზარმაზარ არმიას ხალხისა, რომელიც თავის თავს თვითონ აფინანსებს. სახში პურის ფული თავისი ბიზნესით მიაქვს. და კიდე შეიძლება სხვაც დაასახმოს. გასაგებია. ბატონ დავით, ჩვენ ეს არის მნიშვნელოვანი მესამე პუნქტი. კი ბატონო, ჩამოვთვალოთ კიდე ძალიან მოკლედ თუ შეგვიძლია. მეოთხე პუნქტად თქვენ გაქვთ საჯარო სამსახურებში დასაქმებული 50,000-მდე შტატი, რომ შემცირდესო. აი ეგ ვილაპარაკე, ეხლა ხან ვილაპარაკე. თქვენ ახსენეთ, ახსენეთ და რა მინდა აქვე გკითხოთ, აი დღეს გახდა ძალოვანი სტრუქტურებს ეს არ ეხება. კი ბატონო, დღეს გახდა სწორედ აქ გაქვთ მითითებული, რომ გარდა თავდაცვის სფეროში არსებული სტატებისაც და ახლაც ახსენეთ, მაგრამ აი დღეს გახდა ცნობილი, არა, თავდაცვა რატო ეს პოლიციასაც ეხება, თავდაცვასაც ეხება და ყველას. კი ბატონო, თავდაცვის სამინისტრო ზუსტად დღეს გახდა ცნობილი 100-მდე თანამშრომლის შემცირება მოხდა და აი ამაზეც მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, რადგან ეს სფერო ახსენეთ. ჩემი აზრით ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ მე საერთოდ ამაზე სულ სხვა პოზიცია მაქვს. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ
ჩვენ წვევანდელების სქემიდან უნდა გადავიდეთ პროფესიულ არმიაზე და ის ხალხი კი არ უნდა განთავისუფლდეს, ვინც პროფესიონალია, ისინი საკონტრაქტო სამსახურზე უნდა იყვნენ გადაყვანილი, ეს არ არის სწორი. ეს იმიტომ ხდება ყველაფერი, რომ ხელისუფლება წვრილი და საშუალო ბიზნესის წახალისებას კი არ აკეთებს. ამის ნაცვლად, რაც შეიძლება მეტ ხალხს ასაქმებს სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის იმ ხალხს, ვისაც დავალებულია, ვთქვათ, არჩევნებში ხელშეწყობის გამო და საბოლოო ჯამში მე ჩვეულებრივი სამხედროები კარგავენ სამსახურს და ეს არ არის სწორი. აი ხელს არ უწყობს თქვენ ახსენეთ ხელისუფლება და თქვენ როგორ გეგმავთ წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობას? მე როგორც ვიცი, ესეც გაქვთ ჩადებული აი მე უკვე გითხარით, მე უკვე გითხარით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, კი ბატონო, რომელიც ნულიდან ადამიანებს აფინანსებს, რომ ნულიდან ბიზნესი დაიწყოს. საშუალო ციფრი უნდა იყოს სწორედ ეს 45,000 ლარის ფარგლებში, მაგრამ აქ ადამიანს უბრალოდ ფული კი არ უნდა მივცეთ. აქ უნდა დავეხმაროთ იურიდიულად, ეკონომიკურად, ყველა თვალსაზრისით ავაწყობინოთ ბიზნესი. ამისთვის იქნება ეს ფონდი. ანუ კაცს უნდა დაეხმაროს, რომ ბიზნესი ააწყოს. კი ბატონო. თუ ეს ყველაფერი მოხდა, მაშინ თქვენ დასავლეთი დაგთანხმდებათ, რომ თქვენ მოახდინოთ ვალის რესტრუქტურიზაცია, იმიტომ რომ ის დაინახავს, რომ რეალურად ეკონომიკაში ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც ეკონომიკას ახალისებს. კი ბატონო. თუ ამას არ აკეთებ, არავინ არ გადაგივადებს 5 წლით პროცენტის გადახდას. კი ბატონო. ბატონ დავით, კიდევ მაქვს შეკითხვები, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ცოტა დრო რადგან გვაქვს, იმიტომ რომ სხვა საკითხებზეც მოვასწროთ თქვენი შეფასება და პოზიცია მოვისმინო. აი, თქვენ საუბრობთ იმაზე, დღეს გაკეთდა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც აი ანტიკრიზისულ გეგმაზე იმუშავებს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, მთავრობა როგორ იმუშავებს თქვენი აზრით ანტიკრიზისულ გეგმაზე, თუ ის არ აღიარებს, რომ ქვეყანაში კრიზისია, რატომ გისვამთ ამ შეკითხვას? ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება ბოლო პერიოდში, რომ ჯანსაღი და ჯანმრთელი ეკონომიკა ბღუჯაფული აქვს სვანეთში სუვენირების გამყიდველ ხალხს და ასე შემდეგ. აი, როგორ უნდა იმუშაოს მთავრობამ, თუ ის არ აღიარებს, რომ ქვეყანაში კრიზისია? მე ცოტა სხვანაირად ვთქვი და ეხლა ვიტყვი ზუსტად როგორ ვთქვი. მე ვთქვი, რომ ჯერ პირველი მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ კრიზისი არის. და ეს თქვენ გადაცემაშიც მოვიყვანეთ ციფრები, რომელიც ამას ადასტურებს. მე ვთქვი, რომ უნდა გახდეს უფრო ღია მუშაობისთვის. იმიტომ რომ როდესაც გეუბნება რომ აქციის გავსდი, რაც სრული სისულელია, იმიტომ რომ ეს აქცისი ყველა ადამიანის ჯიბეს დაარტყავს. და ამის ნაცვლად შეიძლება შენ სუბსიდირების გადასახადი დააწესო. ეს რას ნიშნავს, იცით, რომ დაუშვათ კარტოფილი, რომელიც მოყვანილი არის თურქეთში, იმას თურქეთის ხელისუფლება იქაურ გლეხს ფულს ჩუქნის დოტაციას და შეღავაც უკეთებს, რომ სუბსიდირებას უკეთებს, რომ იაფი იყოს ეს კარტოფილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება აი ამ სუბსიდირების ფარგლებში დავბეგროთ ეს კარტოფილი. მაშინ ჩვენი ქართველი გლეხის კარტოფილი კარგად გაიყიდება, ბიძგი მიეცემა. ეხლა ხელისუფლებამ აი ესეთ რაღაცეებზე უარი უნდა თქვას. უნდა გაიგოს, რომ წვრილი ბიზნესი უნდა გადაიყვანოს ფიქსირებულ გადასახადზე, რომ ხალხმა მერე თავი არ მოიკლას იმის გამო, რომ ვიღაცამ დააჯარიმა. და მსხვილი ბიზნესის განთავისუფლება დღეს სისულელეა, იმიტომ რომ დღეს სჭირდება ეს ფული, დღეს. თორე ზე განთავისუფლოს კი ბატონო 2 წლის მერე. ამიტომ მთავრობამ კრიზისი უნდა აღიაროს ერთი, მეორე უნდა გაიგოს, რომ მისი გეგმები არ მუშაობს, არაფერი არ ხდება კარგი, მესამე უნდა მოისურვოს, რომ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, იმიტომ რომ ჩვენი პარტიის პოზიცია ის არ არის ეხლა, რომ დაველოდოთ როგორ მოისპობა და დაინგრევა ყველაფერი. კი ბატონო. და თუ მოინდომებს გამოსავლის მოძებნას, მაშინ უნდა შეიქმნას ქმედითი კომისია. არა ისეთი, როგორც საკონსტიტუციო კომისიას რო ქმნიან, იქ 60 კაცი იქნება და საერთოდ არაფერი არ გადაწყდება. კი ბატონო. 15 კაციანი, 17 კაციანი კომისია, რომელიც მართლა რაღაცა გეგმას დადებს. კი ბატონო, ბატონ დავით, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი. აი, ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მივიდნენ პარლამენტში და კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარადგინონ. მე აღარ მოუყვები იმ განცხადებებს ნაწილობრივ უკვე ავახსენეთ კიდეც წინა შეკითხვაში, რა განცხადებებიც გაკეთდა. თქვენ ხედავთ აზრს იმაში, რომ მინისტრები კიდევ ერთხელ მივიდნენ პარლამენტში. რა პოზიცია გაქვთ მიპასუხებლად? ვერავით არ აზრს ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ას მინისტრები უკვე იქ იყვნენ, ბევრი რამე ხარ რაც მე ვთქვი, ჩვენ მაშინაც უთხარით. ჩვენმა პარტიამ მაშინაც უთხრა, მაგრამ მინისტრებმა ეს მაშინ ყურად არ იღეს. მე ვხედავ ას იმაში, რომ ხელისუფლებამ გამოვიდეს აღიარებით, რომ საქმე ცუდად არის და თქვას, რომ ვეძებ გამოსავალს და მზად ვარ თანამშრომლობისთვის და მზად ვარ კომისიის შექმნისთვის, ან გთავაზობ სხვა რაღაც ვარიანტს.
აი ამაში ვხედავ გამოსავალს, რომ იქ დაიბარება, არ დაიბარება, არაფერი არ შეიცვლება. გასაგებია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით და წარმატებებს გისურვებთ. თუ კი გექნებათ ისოც კონსულტაციები და მადლობა. გაიზიარებს დაუშვათ მთავრობა იმ ინტეგრირებული გეგმიდან რაღაც ნაწილს მაინც. გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა დავით არხანმოურავი პატრიოტ ალიანსის თავმჯდომარე საუბრობდა. პირდაპირ ეთერში და ვინაცვლებს სტუდიაში და განვაგრძობ ჩვენ